მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა. ტაძარში სამგზის გაისმა სიტყვა აქციოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი სულიერი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის. ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე გვერდება სვეტიცხოვლიდან პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად გაიმართა ინტრონიზაციის ცერემონია. 17 მარტის შემდეგ კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს 10 საათზე პირველად გაისმა საპატრიარქო ზარები. საკმაოდ ამაღელვებელი იყო ის ცერემონია, რომელიც ერმა და ბერმა ერთად ვიხილეთ. თავდაპირველად გეტყვით, რომ შესრულდა ტახტზე აღსაყდრების რიტუალი, რომელიც პატრიარქის ეკლესიის წინამძღოლად დამტკიცების სიმბოლური კანონიკური აქტია. სწორედ ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიის აღსრულებიდან იწყება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის მსახურება. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა ვიხილეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ. თავდაპირველად შიო მესამე სინოდის წევრებთან ერთად ტაძარში საზეიმოდ შევიდა, რის შემდეგაც დაიწყო ღვთისმსახურება. კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს უძველესი საპატრიარქო მიტრა მეუფე დანიელმა დაადგა. პროცედურა მოიცავდა უძველეს რიტუალს. მის უწმინდესობას შიო მესამეს გადასცეს პატრიარქის ინსიგნიები. მოხდა მისი აკაზმა პატრიარქისათვის განკუთვნილი ღვთისმსახურო სამოსით. ტაძარში სამჯერ გაისმა სიტყვა აქციოს, რაც ბერძნულად ღირსიას ნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო დღევანდელი დღის. ეს არის დასტური იმისა, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი წინამძღოლი მიიღო და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დღეიდან სწორედ მას ეკუთვნის. საპატრიარქო ტახტზე დაბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია შიო მესამე. ამინ, ამინ. იყავ. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ეს არის ზუსტი გამგზელებელი და ილიას სულით არის, ილიას სულით. მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადაუხადო თბილის სიტყვებისთვის და დალოცვისთვის. მეუფე, შემთხვევით არ არის, რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს ესეთი სიტყვოთი და სიყვარულით. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია და მე გამახსენდა ცნობილი ისტორია, როდესაც წინასწარმეტყველი ილია ზეცად ამაღლდა ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილას, სადაც დაფლულია ხალენი მისი, თქვენ ახსენეთ თქვენ სიტყვაში, თქვენო მეუფებავ. და როდესაც შემთხვევითი არ არის თქვენ რომ ეს თქვით, თქვენო მეუფებავ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მისი ოჯახი, ის მამა იყო ჩვენი დიდი და ჩვენი ვალია მართლაც როგორც თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ ეს მისი დიდი საქმე. და აი ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი. რო ცხოვდა უფალს, რომ რჩობლი მადლი მიეცა მისთვის. ილია წინასწარმეტყველის ჩობლი მადლი. და აი წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო რჩობლი ილია. ესეთი საოცარი შედარება მოხავს. საოცარი სახელს უწოდებს. რჩობლი ილია. იმიტომ რომ ისო ევედრებოდაო, რომ ჩობლი მადლი მიიღო ვიდრე ილია წინასწარმეტყველს. მაგრამო ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა რაიმეში გაჯიბრებოდა ან ეჯობა
ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო? არა. არამედ იმიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით. აი სწორედ ამიტომ ითხოვდა მრჩობლ მადლს. და ამიტომ ეწოდა მას მრჩობლი ილია. და თქვენ რომ ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამეხარდა, ვინაიდან ჩვენ სწორედ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან ეს მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ქონდა რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება. ინტრონიზაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ინტრონიზაციის ეპისტოლე წაიკითხა და მათ შორის ამბიონიდან მიმართა მრევლს. შიომე სამემ სამღვდელოებას და მრევლს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და უთხრა, რომ მისთვის ილოცონ. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისათვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას ერთგულებითა და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთისკურთხეულ ქართველ ერს. ეს განცხადება, როგორც უკვე აღნიშნეთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ინტრონიზაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, ყველა სამღვდელონო, მდემთავარნო, ღირსნო და პატიოსანო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძმანო და დანო. დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთისკურთხეულ დღეს აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი მადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას. მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდი. სასოებ და მუხტს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად. არავინ თავი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არ ღმრთისა მიერ, ამბობს მოციქული პავლე. და მეც განცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია. მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით გრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემს მთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გმართებს, მოუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენს წინაშე მდგარი, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთისკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი
პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლად მოწყალე უფალს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიომ ღიმელს, ღირს ალექსის ენაკელს შუშანიას, მადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოს პატრიარქობის ურთულეს გზაზე. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენ საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს, ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის. მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩვენს საამაყო, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს, ლოცვებისთვის და თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. და ეს სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამინ. ინტრონიზაციის საზეიმო ღონისძიების შემდეგ პატრიარქის მსახურება ოფიციალურად დაიწყო. ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მადლობა. კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრების საზეიმო ცერემონიას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. ინტრონიზაციას სვეტიცხოველში ესწრებოდა მრევლიც. ჩემი კოლეგა ნინი სალუქაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ. ახლა დარჩეული პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ქართული ოცნების ლიდერები ულოცავენ შიო მესამეს პატრიარქად არჩევას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შიო მესამე იქნება ღირსეული პატრიარქი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდ მემკვიდრეობას, რომელსაც აწლოვების განმავლობაში ქმნიდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ასევე დარწმუნებულები არიან, რომ ის შიო მესამე თავის სიტყვას იტყვის ქვეყანაში და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ერისა და ხალხის გაერთიანებაში. სრულიად საქართველოს ულოცავ უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსადრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მოწმე. მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში ისული ადამიანები, რომელმაც იგრძნო ისულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ აღორძინა, გააცოცხლა, ჩვენ როგორც მარიული შეკვრა, ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დასთესა და ჩვენ ვიმკით. და მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ ამ დანატოვარს. მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის უღირსეულესი ადამიანი, ვინც კი იცნობს, ვინც არ იცნობს, ალბათ ამაში უკვე ყველა დარწმუნებული და ასეთი იყო ღვთისმება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ულოცავ მას და უსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს თავის ამ
უდიდესი პასუხისმგებლობით ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და დაკისრებული მოვალეობასაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს და მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე უწმიდესობის მერე ამ დიდი ჯურის მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი ეროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი და მე ვფიქრობ რომ საქართველოში თავის სახელს, თავის სიტყვას დატოვებს, იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის კიდევ უფრო გაერთიანებაში განსაკუთრებით წვლილი შეიტანს. ისტორიული დღეა, რომელსაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეს ბევრი ათწლეულის შემდეგ ძალიან წარმატებული და დიდი მოღვაწეობის შემდეგ ჩვენი შემდეგი თაობა შეაფასებს როგორც მართლაც ისტორიულს და ეპოქალურს. ძალიან რთული მისია ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ვაფასებთ მომავალს ვაფასებთ იმ სტანდარტებით, რაც დაგვიტოვა ჩვენმა განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ. მინდა რომ იგივე და მეტი წარმატება ჰქონოდეს პატრიარქ შიოს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. გულით და სულით ყველაფერ დიდს და წარმატებულს უსურვებ მას. ინტრონიზაციის პროცესს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ესწრებოდა მრევლი ტაძრის ეზოში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდა მოქალაქეები თვალს ინტრონიზაციის პროცესს. ისინი ამბობენ, რომ შიო მესამე იქნება ღირსეული პატრიარქი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს ილია მეორის გზას. განსაკუთრებული ემოციური იყო ასევე შიო მესამის შეხვედრა მრევლთან, როდესაც პატრიარქი გამოვიდა უკვე ტაძრის ეზოდან, ის შეხვდა მრევლს, დაალოცა მრევლი და ეს განსაკუთრებით სანახაობრივი იყო, როდესაც დიდი თუ პატარა ცდილობდა მიახლოვებოდა პატრიარქს, მიიღო მისგან დალოცვა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კადრები პირდაპირ ეთერში ვნახოთ. ძალიან დიდი ისტორიის მომსწრენი გახლავართ და ჩვენი ერი ბედნიერია რომ ის ძალიან დიდი ეპოქა რომელიც მისმა უწმიდესობამ და უნეტარესმა ილია მეორემ შექმნა მისი იმ ეპოქის გაგრძელება და მისი დაანატოვარის და მისი თანამოსაყდრის არჩევა მოხდა პატრიარქად შიო მესამედ და ამაზე დიდი ბედნიერება არ არის მთელი ქართველიერი გახარებულები ვართ და რა თქმა უნდა ერმაც და ბერმაც ერთად უნდა შეძლოს ის რომ ის ძალიან დიდი ნაშრომი და ის მართლაც რომ განუზომელი ღვაწლი რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგვიტოვა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, ის წესი და რა თქმა უნდა ერთმა გავერთიანდეთ აი ამ დიდი საქმის წინაშე. უმნიშვნელოვანესი დღე არის დღეს. რადგანაც ესეთი ფაქტი მოვლენა ხდება ნახევარ საუკუნეში ერთხელ ან 30 წელიწადში ერთხელ. ამდენად მთელი ზეციური საქართველო დღეს ხარობს და ასევე მიწიერი საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ღმერთმა შეაძლებინოს მეუფე შიოს აი ამ მძიმე ჯვრის ტვირთვა, რაც არის პატრიარქობის და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები მოვისმინეთ პატრიარქად დადგინების ლოცვაში ვიდრე სისხლის დათხევადმდე, ანუ დაღვრამდე მე ეკლესიის საკეთილდღეოდ ვიღვაწებო. საქართველოს, რომელიც განსვენებულმა პატრიარქმა დაგვიტოვა, მგონია რომ ქვია მის მიერ მოწეული მოსავალი და ამ მოსავალს ქრისტეს რთველი ქვია. ნახევარ საუკუნეში ერთხელ ხდება და ბედნიერები ვართ რომ მოვესწარით ასეთ ღირს შესანიშნავ დღეს. რომ ყავს ახალი პატრიარქი, ღმერთმა ნათელში ამხრივ ჩვენი ილია მეორე, ნამდვილად წმინდანი, რომელმაც ასეთი ჩვენიერი ცხოვრება და ტაძრები მოგვიტანა და მრევლი აღაშენა, მოაქცია ერი, მეუფე შიო ფაქტიურად მართავდა ამდენი წელი, ხომ? და ძალიან ლამაზად წაიყვანა ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. ნამდვილად დიდი კმაყოფილები ვართ, რაც აქამდე მეუფე შიომ გააკეთა და ამდენ ხანს გვიცოცხლა ჩვენი პატრიარქი და ღმერთმა დალოცოს უძლიერესი, უსაყვარლესი და მართლა ღირსეული პატრიარქი დაგვიმკვიდრა უფალმა. გამოირჩია. გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება მუდამ. საქართველოსთვის დიდი იმედია და საქრისტიანოსთვის. უფალმა ატარებინოს ეს მძიმე ჯვარი მსუბუქად, ჯანმრთელად გვიმყოფოს და გულწრფელად გველოცოს მისთვის.
სვეტიცხოვლის ტაძარში პროცესი უკვე დასრულებულია. 152 პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის პროცესი გაიმართა დღეს აქ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე, ესწრებოდა უამრავი ადამიანი, მრევლი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. მადლობა ნინი სალუქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავენ ვატიკანში. წერილის ავტორი კარდინალი კურტ კოხი გზავნილში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის როლზე წერს. კარდინალი იმედოვნებს, რომ ახალი პატრიარქის მსახურება ხელს შეუწყობს ეკლესიებს შორის ერთობისა და ძმური დიალოგის გამტკიცებას. კარდინალი საქართველოს პატრიარქს პატივისცემას უდასტურებს და წერს, რომ შიო მესამესთვის ილოცებს. უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი მიტროპოლიტი ტიხონი. მის ალოს წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და ურყევი მოწამეობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის სამგზის ნეტარ ხსენებული პატრიარქის ილია მეორის დალოცულ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ საწმყოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშისა და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშიც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ულოცვებითა და მაგალითით ისევე როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით გამტკიცებული თქვენო უწმინდესობა კლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამობრივი მზრუნველობით აღნიშნულია წერილში. შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს საქართველოში შტატების საელჩოც. როგორც მის ალოს წერილში აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პატრიარქის არჩევა პირველად მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო მესამის არჩევას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან, ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას. შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლიც. მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია ახალი პატრიარქის გამორჩევის მნიშვნელობა. უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ილია მეორეს და აღნიშნავს, რომ ახალი პატრიარქი მოღვაწეობას იწყებს იმ მდიდარ სულიერ საფუძველზე, რომელიც ილია მეორემ ათწლეულების განმავლობაში შექმნა. დაეუფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტ სიყვარულისა და მშვიდობის გზით ნათქვამია განცხადებაში. შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას ულოცავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქიც. რუსეთის საპატრიარქოს გავრცელებულ წერილში პატრიარქი კირილი გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორეს ღვაწლზე საუბრობს და ახლად არჩეულ პატრიარქ შიო მესამეს ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას უსურვებს. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს შიო მესამეს მისალოცი წერილი გაუგზავნა. უნეტარესი დანიელი წმინდა სინოდის წევრების, სამღვდელოებისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სახელით შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში და მისიონერულ მოღვაწეობაში მრავალი წლის გატარებას უსურვებს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ბოძებული დიდი სიხარულით გვსურს მოგილოცოთ მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსად, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევა. ამავდროულად ვევედრებით ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, მოგმადლოთ მრავალი სულიერი წარმატება თქვენზე მინდობილ ახალ მისიაში. წმინდა სინოდის წევრების, სამღვდელოებისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სახელით. ვისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ დალოცვილ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში და ღვთის შეწევნას მთელ თქვენს სამწყსო და მისიონერულ მოღვაწეობაში. მრავალჟამიერ და კურთხეულ იყოს თქვენი მოღვაწეობა. შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს ყოვლად სომეხთა კათალიკოსიც. გარეგინ მეორემ პატრიარქს ქართული ეკლესიისა და ქართული ხალხის საკეთილდღეოდ მსახურება უსურვა.
ყოვლად სომეხთა კათოლიკოსი დარწმუნებულია, რომ სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს. თქვენი გამორჩევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დადასტურება აღნიშნულია გარეგინ მეორის წერილში. შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე. მისალოც წერილში მთავარეპისკოპოსმა იოანემ პატივი მიაგო განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და მას განსაკუთრებული სიდიადის იერარქი უწოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერების გზაზე. გააძლიერებთ რა მართლმადიდებლურ ერთობას და მის დინამიკას თანამედროვე ტანჯულ მსოფლიოში. აც განსვენებული უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ტახტის მემკვიდრეობა თქვენს უნეტარესობას მისცემს წმინდა და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ გააგრძელებთ შესაფერისილ ტოლვით და ერთგულებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს პატრიარქად გამორჩევას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულოცავს. პეტრ კუბერნატი უწმინდეს წმინდა მისიაში სიბრძნეს მხნეობასა და ღვთის შემწეობას უსურვებს და მისმა ერთიანობა, მშვიდობა და იმედი მოუტანოს ქართველ ხალხს. ჩემი გულწრფელი მოლოცვა სრულიად საქართველოს წერს ჩეხეთის ელჩი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს აღსაყდრებას ულოცავს საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც. შესაბამისი განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. ულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩევას და ეთქვენი წინამძღოლობა სიბრძნისა და ერთობის მომტანი იყოს და კურთხევა მოუტანოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს. ნაცოპოზიცია და მათი აქტივისტები ეკლესიის დისკრედიტაციას ქართული ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანი დღესაც კი არ წყვეტენ. მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნე ახლად არჩეული პატრიარქი შიო მესამეა. უსაფუძვლო ბრალდებებით სავსე ირონიული შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ოპოზიციის ანტიეროვნულ კამპანიასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ თავდასხმებით რადიკალური ჯგუფები გარე დავალებების შესაბამისად მოქმედებენ. აი თქვენი დედაც მოვ***ნა რა. ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. გალაქტიონი მანამდე კი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში როგორც ძველ ახალ ცეკას მდივნებს შეღაღადებდნენ. იმის წასვლა თქვენმა მოსვლამ გადამატანინა. ეძღვნება შიო მესამეს. კონკორდაც სანამ არ დაახვევთ და არ შეტენით ამ შიოს მანამდე შეეცით თქვენს რწმენას. ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური სახეები. ჩვენ ამის უკან უნდა დავინახოთ მათი უცხოური დამკვეთები. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეხლა ამუშავებული არის ეკლესიის წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ეხლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა ეკლესიის სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის და სწორედ მათი ბიძგით, მათი კარნახით და მათი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები. თავ შევიკავებ მათი გამონათქვამების შეფასებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ერთ წუთს თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევართ ისეთ პოლემიკაში, რომელიც აი ესეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ თვითონ გადახედავენ ამ თავის დამოკიდებულება, შეიძლება გააკრიტიკო პოლიტიკოსი, გააკრიტიკოს სხვა სფერო ნებისმიერი, მაგრამ აქ დღევანდელ დღეს მე მგონი
ცოტა ზედმეტი უადგილოა და ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. ზოგადად ფარისეულობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა. ჩვენი ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების მოვალეობა უბრალოდ შევაფასოთ ეს საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობაში ესთხოვან უფალს და ქართველებს. პოლიტიკური შანტაჟი და ზეწოლა საფრანგეთიდან ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო, რომელიც არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს. დოკუმენტში მოთხოვნილია საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება და ეროვნული მნიშვნელობის კანონების გაუქმება. კვლავ ისმის მუქარა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით. დოკუმენტში ასევე მოთხოვნილია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვა იქამდე, ვიდრე ქვეყანა, როგორც ავტორები ამბობენ, პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. რეზოლუცია ასევე მოითხოვს სხვადასხვა საქმეებზე მსჯავრდებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას. გავრცელებული ინფორმაციით რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შემუშავდა, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეაში გამართულ მოსმენას და კენჭისყრის პროცესს პირადად ესწრებოდა. სახელმწიფო გუნდში სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად მუდმივ რეჟიმში იბრძვიან. მართლ პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ დეზინფორმაციებზე აგებულ დოკუმენტებსა და რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას იმ დარტყმებში, რომელიც დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, NGO-ს წარმომადგენელი არ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში. რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი როგორც სახელმწიფოშიც კი არ არის ხოლმე სწორად, იმდენად ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას ტერმინს გამოიყენებენ მიაფუჩეჩეს, ხო გაგიგიათ ესეთ. იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქნება რეზოლუციები, რომ მე ფასი თავისთავად ეკარგება ამის და ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო, ზუსტად იყო თავის სამშობლოში. და იყო იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ასე რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. არაერთი რეზოლუცია ყოფილა მსგავსი, მაგრამ სამწუხაროა დღეს რომ ევროპული ქვეყნები და ევროპული ამ შემთხვევაში ლიდერები ყველანაირი ფაქტებისგან დაცლილ რეზოლუციებს აქვეყნებენ და ჩვენ ერთადერთი რასაც ვითხოვთ ის არის რომ ნებისმიერ რეზოლუცია ეს შეიძლება იყოს კრიტიკულიც კი ვითხოვთ რომ იყოს იმ ფაქტებით გამყარებული რომელიც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში და არა რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაყრდნობით. საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა არსებული კავშირების გაფართოების მიზნით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამტკიცდება. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე, დაელოდეთ 7 საათს დღის თავის სიახლეების შესახებ ანაშორდა უფრო ცლად მოგიყვება, წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადავდეთ.